აჭარა წარსული და თანამედროვეობა. კრებული, რომელშიც 2012 წელს განხორციელებული არქეოლოგიური გათხრების მნიშვნელოვანი შედეგები და სპეციალისტთა ნაშრომები გაერთიანდა საზოგადოებისთვის უკვე ხელმისაწვდომია. წიგნში ასახულია ბათუმის ციხეზე, ფიჭვნარის ანტიკური ხანის სამაროვანსა და გონიო-აბსაროსის მუზეუმ ნაკრძალზე, ასევე ჩაისუბნის, ერგეს და ფურტიოს ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევაძიების ამსახველი ფოტომასალა და თეორიული ნაშრომები. კრებულის 1000 სალიანი ტირაჟით გამოცემა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დააფინანსა. სააგენტომ ბიუჯეტში უკვე გაწერა 100,000 ლარი, რითაც საველე არქეოლოგიური გათხრები დაფინანსდება. სააგენტომ გამოთქვა სურვილი კვლევაძიების შედეგები დაბეჭდილიყო, გამოქვეყნებული იყო. ეს კრებული 12 წლის გათხრებს ეძღვნება, მომდევნო კრებულები სხვადასხვა თემატიკას იძლევა და კარგი დასაწყისია ამ ხრივაც. ეთნოლოგია იქნება, ისტორია იქნება, ხუროთმოძღვრება თუ სხვა მხატვრობა თუ ყველა სფეროს. ამიტომ ქვია ჟურნალს წარსული და თანამედროვეობა. 2012 წელს ჩაატარებული ჩვენს მიერ დაფინანსებული სააგენტოს მიერ დაფინანსებული ექსპედიციის ანგარიშია ხალხისადმი. ყველს გვინდა გამოცემა იგივე ფორმატის, იგივე სახელწოდების წიგნის, მაგრამ ჩვენ ვიკითხავთ ჩავრთვათ არ მარტო გათხრები იქნება, არქეოლოგიური გათხრები იქნება, აგრეთვე ქალაქის ურბანიზაციაზე სტატიები. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ბუნებრივია ჩვენთან ერთად კონსულტაციის რეჟიმში ეს ყველაფერი მოიფიქრა. ეგ არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მოგესწრებათ ერთი არის შესწავლა და მეორე არის ყველაფრის ცნობა.